გამარჯობა, როგორ მოგმართოთ? იზოლდა ვლადიმეროვიჩ რუსეთუმიძე. და რისთვის ხართ მოსული? რისთვის და გამჭვირვალობის კანონის დასაცავად. და უფრო კონკრეტულად რო გითხრათ? დავინაი დებილი. რა ვერ გეიგე გოგო, მამული ენა სარწმუნოების დასაცავად. და ვინ გართმევთ? ვინ მართმევს და რა ქვია იმას? ჯანდაბა. ამერიკა, ევროკავშირი, აფრიკა, პორტუგალია, რა ვიცი? როდის მოხდა მსგავსი რამ? ან სადამოიკითხეთ, ან ვინ გითხრათ? რა ვინ მითხრა გოგო, არ გადამრიო ახლა. ჭურში ზიხარ? სადგევიკე და ტელევიზორში თქვეს, Facebook-ზე წევიკითხე, სამეზობლოში თქვეს ქალებმა, მარკეტში ვიდეო და არ კმარა? ქალბატონო, კონკრეტული და ლოგიკური კითხვა დაგისვით. ლოგიკური, ანუ არ მაინტერესებს, შემდეგი კითხვა. კარგი, უფრო საინტერესოებს კითხავთ. რუსეთი არ გვართმევდა ენას აშკარად თუ შენიღბულად? 1977 წელს მათ საერთოდ გაუქმება უნდათ ქართული ენის და 78 წელს 100,000 ქართველი რომ არ გამოსულიყო, ჩვენ დღესდღეობით ჩვენი მშობლიური ენაც კი არ გვექნებოდა. და მამულზე რას მეტყვი ერთი? და მამულსაც რუსეთი არ გვართმევდა? 1801 წლიდან ვინ დაიწყო საქართველოს ანექსია, ვინ დაყო და დააქუცმაცა ქვეყანა? და რაღა შორს წავიდეთ, დღესდღეობით 20% ვის მიერ არის ოკუპირებული და ვის გამო არ ჩერდება მცოცავი ოკუპაცია? და სარწმუნოებაზე რას მეტყვი? და სარწმუნოებასაც ბრჭყალებში ერთმორწმუნე რუსეთი არ გვართმევდა და გვიგრძალავდა? ეკლესიებს ვინ გვიკეტავდა და გვინგრევდა? ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ვინ გააუქმა? სამღვდელოება ვინ ამოგვიჟლიტა? ღმერთის ხსენებას და ჯვარს ვინ გვიკრძალავდა? აღდგომაზე ჩუმად კვერცხებს რატო ვღებავდით შიშით რომ არავის ვეცემეთ? ყველა ნათელი გონი და ნამდვილი პატრიოტი ვინ გაგვიციმბირა და მოგვიკლა? всё, ამოგეწურა არგუმენტები? არა ქალბატონო, არგუმენტი ქართულს არ დაელევა, შემიძლია გავაგრძელო. ერთი ჯერ რომელი ერუდირებული ნაკითხი საღად მოაზროვნე და პატრიოტი მემნახი და მეორეც მე თქვენ ბინძურ თამაშებს არ ავყვები და ჩემ მამულ ენას და სარწმუნოებას თქვენ არ დაგიტოვებთ.